დღეს ლიპარასკევობა ჩვენი გადაცემის დღე. მე გიორგი ლიპარიშვილი ვარ, მოსწავლებელი, იგივე ლიპარა და დავიწყოთ. დღეს მინდა გაგაცნოთ გოდერძი ჩოხელის ერთი მოთხრობების კრებულიდან, რომელიც პალიტრელმა გამოცა და რომლის მხატვარიც არის ნიკოლოზ ტაბლიაშვილი. ძალიან ლამაზი ნახატებია ამ წიგნში და ლამაზი ამბები გოდერძი ჩოხელისგან შექმნილი. ზოგი სევდიანი, ზოგი საფიქრებელი და დღეს ერთ-ერთ ასეთ მოთხრობას შევარჩევ, რომელსაც ქვია ლუკას სახარება. ფილმიც არის გადაღებული გოდერძი ჩოხელისვე რეჟისურით, მისივე გადაღებული ფილმი და შეგიძლიათ ფილმსაც მერე უყუროთ, ან თუ ნანახი გაქვთ გაიხსენოთ. მაშინ ასე ვიწყებთ. გოდერძი ჩოხელის ლუკას სახარება. მთის ფერდობებზე შეფენილი პატარა სოფელი ნელ-ნელა იღვიძებს. ერთ-ერთი სახლის დერეფანში შავად ჩაცმული მოხუცი ქალი ძროხას წველის. იქვე მეორე ძროხაწევს და მშვიდად იცოხნება, ხოლო იმისიქეთ ნიკორა ხარი წამოწოლილა, მის წინ 7-8 წლის ბიჭია ჩაცუცქული და ხარს ყელყურზე ფხანს. ეტყობა ხარს ეს ძალიან სიამოვნებს, ფშვინავს კისერსა ძაგრავს და თან დროდადრო ბიჭ შუბლზე და ქოჯორზე თავისი ხაოიანი ენითა ლოკავს. სკოლიდან რომ დამითხოვენ ჩემო ნიკორა, ისეთ ბალახში წაგიყვან რომ ეუბნება ხარს ბიჭი. წადი ბებო, წადი დროზე, არ დაგაგვიანდეს. უთხრა ბიჭს მოხუცმა ქალმა და ახლა მეორე ძროხა წამოაყენა მოსაწველად. ჯერ ადრეა ბებო, ნიკორას და ძროხებს მე გავრეკავ საბალახოზე, იქედან პირდაპირ მოკლეზე ჩავირბენ სკოლაში. ბიჭი ისევ ხარს ეფერება, ვითომ თვითონაც ხარი იყვეს, ისეთი პოზა სღებულობს და ნიკორას თავით შუბლზე ჩურგნის. ნიკორაც ნელა ეხება რქებით. მოხუცმა მეორე ძროხაც მოწველა და ბიჭს მიუბრუნდა. გეყოფა ბებო გენაცვალოს, წამო გუშინდელივით უჭმელი არ გამექცე. ნიკორას რას უყურებ? მთელი დღე ჭამის მეც არაფერს აკეთებს. ბიჭი წამოდგა და ბებიას შეყვა სახლში. ნიკორას წამოდგა, ზანტად გაისმოლა. ბიჭმა საძოვრებისაკენ გაირეკა საქონელი, ზურგზე ნაჭრის ჩანთა ეკიდა, ტანზე სკოლის ფორმა ეცვა, ყელზე წითელი ყელსახვევი ეკეთა, ქოჩორი ნიკორასაგან ჰქონდა ალოკილი. შარაზე სხვებსაც მიყავდა თაღმა საძოვრებისაკენ თავისი საქონელი, ბებიამ ლუკას საგზალი მოუტანა. ჰა, ლუკა ბიჭო, როდის დავაჭიდოთ ხარები? გამოეხმიანა ლუკას მოხუცი კაცი. ჩემი ნიკორა შენს ხარს ერევა მიხო პაპა, თქვა ლუკამ. ერევა არა, როგორ არა, ერთი კვირში სულ ტალახებში აკოტრიალა. ეგ ერთხელ შეიძლება შემთხვევით მოუვიდა, აბა ეხლა დავაჭიდოთ. სკოლაში დამაგვიანდება მიხო პაპავ და იცი, რასაც მიზამს მერე დირექტორი. წამიყვანე ლუკა ერთხელ ის შენი სკოლაში და ისე ავაჭერელო დირექტორის ჯოხის გვერდები რომ ლუკა და მიხო პაპა ამ ლაპარაკი თავიანთ ძროხებიანად გორას მიეფარნენ. ლუკა გორ ჩამორბის საფლავებს შორის ერთ-ერთ საფლავთან ჩერდება. მოწყენილი თვალებით უყურებს საფლავის ქვაზე გამოსახულ ახალგაზრდა ქალსა და კაცის სურათებს. ლუკას სახის იერით ორივეს გავს. ეტყობა დედმამაა. ბიჭი ცოტა ხანს თვალებდახრილი დგას. მერი ადგილს მოსწყდება და თავქუთ მოგლეჯილი გარბის ქვემოთ. მთებს შორის მდინარის ნაპირას მწვანე მინდორზე დგას ქვითკირით ნაშენი ორსართულიანი სკოლის შენობა. ხის აივნი და აივნის შუაში ჩატანებული ფართო კიბით. აივანზე სკოლის მასწავლებლები დგანან. აივნის ერთ კუთხეში ზარი კიდია. სკოლის ფართო ეზო ყორითაა შემოღობილი. სკოლის წინ ასე 30-40 მოწაფე იქნება. სამხედრო წესზე ჩამწკრივებული სიმაღლის მიხედვით. ლუკა მიირბენს და თავის ადგილს იკავებს ამ რიგში. ბუზის გაფრენის ხმა ისმის, რიგი ნელ-ნელა ივსება ახალმოსულებით. აივანზე მასწავლებლები ჩამწკრივებულად, ისინიც სიმაღლის მიხედვით დგანან. მეორე სართულზე ერთ-ერთი ოთახის კარი იღება და იქედან გამოდის 60 წელს მიღწეული მაღალი, გამხდარი, გაბრაზებული გამომეტყველების მქონე კაცი. მასწავლებლების მწკრივი ლარივით გაიჭიმა მის წინ. ის მწკრივს ჩაულის ერთ ადგილზე შეჩერდება იქ, სადაც ერთი კაცის ადგილია დატოვებული. ქიმია სად არის? იკითხავს მკაცრად. იცით ბატონო დირექტორო, სიცხე აქვს, ამბობს ერთი მასწავლებელი. სიცხეს მივცემთ ჩვენ მაგას. ჩაისისინა დირექტორმა და კიბეებით დაბლა დაეშვა. მოწაფეების მწკრივის დასათვალიერებლად. თავიდან ჩამოყვა ჯერ ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების ამოწმებ და გააღწია ბოლომდე. მაინც და მაინც ბოლოში იდგა ერთი ციცქნა გოგონა, რომელსაც სკოლის ფორმის მაგიერ ჭრელი კაბა ეცვა, თმებზე ბაფთები ეკეთა, ჩანთა ეჭირა და ეტყობა ძლივს ერეოდა. ორი ნაბიჯის წინ დაუღრიალა დირექტორმა. საბრალო შიშისაგან ხელიდან გაუვარდა ჩანთა და აკანკალებულმა ძლივს გადმოდგა ორი ნაბიჯი. რატო არ გაცვია სკოლის ფორმა? დედიკომ გამირეცხა და აღარ გაშრა. აბციაური, მოდი აქ.
თავისთან მიიხმო რიგის თავში მდგომი დიდი ბიჭი დირექტორმა. აფციაური წინ გაეჭიმა. აბა 10 როზგი კოჭებში. ჯოხი მიაწოდა ბიჭს დირექტორმა. აფციაურმა დირექტორს ჯოხი გამოართვა და საბრალო გოგონას მიუახლოვდა. იცოდე ნელა არ დაარტყა, თორემ შენ გაეროზგები მაგის მაგიერ. გააფრთხილა დირექტორმა. ბიჭმა მაგრად შემოკრა გოგონას კოჭებში ჯოხი, რომელიც ტკივილისაგან დაბლად დაეცა და დაიყვირა. ვაი დედიკო! წამოდექი ჩქარა, უყვირა დირექტორმა. გოგონა ძლივს წამოდგა. თქვი ერთი თქვა გოგონამ. დაითვალე, რამდენიც მოგხვდება. მეორე როზგზე ისევ წაიქცა გოგონა. ვაი დედიკო! ისევ წამოიკივლა და მე შეშინებული წამოდგა. დირექტორმა შეხედა და თქვა 2, მე მესამე მოხვდა. შეეცადა აღარ წაქცეულიყო, კივილი კი ვერ შეიკავა. 3, მე 4, მე 5, 6, 7, 8, 10. 8-ის მე 10-ია, დაუღრიალა დირექტორმა. 9 მასწავლებელო. ხო და 2-იც კიდევ ზედმეტად მიარტყი, უბრძანა ბიჭს დირექტორმა. ბიჭმაც აასრულა ბრძანება. 12. ძლივსღა თქვა გოგონამ და შეშინებულმა შეხედა. კიდევ არ დამიმატოსო. აიღე ახლა შენი ჩანთა და მოუსვის სახლში. ხვალი მშობლების გარეშე არ დაგინახო მოსული. გოგონამ ჩანთა აიღო და კოჭლობით საცუდავად გავიდა ეზოდან. საღამოს ლუკას სახლის დერეფანში ისე დგანან ძროხები და ნიკორა ხარი ლუკას ბებია ნიკორა ხარი. ლუკას ბებია ქსოვს. ლეკა იქვე სამფეხას კამზე წიგნს კითხულობს. ლუკა და გულიანად ხარხარებს. ნიკორა ხარი რქებით ეთამაშება, ხან შუბს ულოკავს. მოიცა რა ნიკორა, უბრაზდება ლუკა და კითხვას და სიცილს აგრძელებს. შენ გენაცვალოს, შენი ბებია, სუალი-კვალი მამა შენი რო ხარ, ისაც ეგრე ხითხითებდა, როცა მაგ წიგნს კითხულობდა. განა რა წერია ეგეთი? დონ კიხოტისა და სანჩოს ამბავის წერია, ბებო. იცი რა გულადები არიან? ეტავერთი აქ მოვიდოდეს დონ კიხოტი და იმ ჩვენ დირექტორს მიბეგვავდეს. შენ გენაცვალოს, ბებო, ძალიან გაშინებს? მაშინებს არა ისა, იუარა ლუკამ. მოხუცი ძროხის ველას მორჩა და ლუკას უთხრა. ამაშენსაც შენსავით უყვარდა კითხვა, ბებო. ერთი ისეთი წიგნი ქონდა, დღე და ღამე იმას კითხულობდა. მე რა უყო იმ წიგნს, ბებო? ქალი ცოტა ხანს გაჩუმდა. წამო, ბებო, თქვა და სახლში შეუძღვა. ძველებურ სკივთან ჩამოხლულან ლუკა და ბებიამისი. ქალს ხელში წიგნი უჭირავს, კაბის სახელოები წმენს და ამბობს. აი ეს არის, ბებო. შევინახე რომ არავის მოეპარა. მამა შენი სახსოვრად შეგინახე. აბა წამიკითხე რას წერია. ლუკამ წიგნი გამოართვა და წაიკითხა. ლუკას სახარება. სახარება რა არის, ბებო? შენი გახარება, ჩემო შვილო. შენ რო გაჩნდი, მამა შენმა აიჩემა, ამ ბიჭს ლუკა დავარქვათო. ლუკა რო ერქმება, კარგი ბიჭი იქნებაო. უდელსაც მაგრა გაუხარდა, მოუკვდეს დედა იმას. აი მე ცოცხალი უნდა ვიყო და ის შავ მიწაში უნდა იწვეს. მოხუცმა ტირილი დაიწყო. ნუ ტირი ხარ, ბებო. შეეხვეწა ლუკა და ყელზე მოეხვია. აი ლუკას ახარება ესე გამოიყურება. დილა ლუკას სახლის მაღალი ბანიდან რაღაცას ძალიან გაკვირვებული უყურებს. ქვემოთიდან სოფლისაკენ შარაგზაზე ამოდიან მხედრები, რომლებიც თავიანთი გარეგნობით ძალიან წააგვანან დონ კიხოტსა და სანჩოს. ლუკამ ყვირილი მორთო, ხალხო გამოდით, ხალხო მოდიან. ისეთი ხმით ყვირის ლუკამ მთელი სოფელი მას შემოეხვია. ვინა, რას კი ვიხარ, ვინ მოდიან? როგორ თუ ვინა, ხო ვერ ხედავთ, აგერ დონ კიხოტი და სანჩო მოდიან. რა დონ კიხოტი, ის სანჩო, რას მიედმოედები ბალღო? აგე თუ არა. ამასობაში მხედრები სოფლის მოედანზე შემოვიდნენ. ანდე თუ არა. გაჩუმდი, ეგენი ძროხის ვაჭრები არიან, არუთინა და ძელო. ლუკა შეფიქრდა. ხმა ჩაიკმინდა. სანჩოს თეთრ ცხენს ეჭვით შეხედა. სიდიდით ცხენი ვირს კიკავდა, მაგრამ ცხენი იყო. მოსულები ჩამოქვეითდნენ, ცხენები ღობეზე მიაბეს. გარშემოხვეული ხალხს ხმამაღლა მიმართებს. აბა ვის გყავთ, ვის რა გყავთ, მორეკეთ. კაი ვაჭრობის შტაზე ვართ. ესა არუთინას სანჩომა თქვა. ხალხმა დაიწყო საქონლის მორეკვა. ლუკა თავის ტოლ ბიჭებს ეჩურჩულება. მართლა ვაჭრები კი არ არიან, დონ კიხოტი და სანჩოა იტყუებიან, ვითომ ძროხების ყიდვა უნდათ. ვაჭრები საქონელს სინჯავენ, წელზე ხელს უსმევენ და სიმსუქნეს უსინჯავენ. ლუკამ თვალი მოჰკრა ბებიამისს, რომელმაც ნიკორა და 2 ძროხა მოიყვანა ვაჭრებთან. არუთინა სანჩომ ნიკორას მოკრა თვალი და მისკენ წავიდა. ფარა თვალიერა წელზე გაუსვა ხელი. გაჩერდა, მოხუც შეხედა, ეშმაკური მზერით. ქაბატოჯან, რამდენი გინდა? რა ვიცი, დაიბნა მოხუცი, თან ლუკას შეხედა. 10 თუმანი მოსულა, მეტი რა გინდა, ხბოა. შვილო, ხბო როგორ არის ამოდენა ხარი? არ გინდა, შენი ნება, კარგად იყავი, დედიჯან, თქვა არუთინა სანჩომ და მიაშტერდა ბებოს. ბებომ ლუკას გახედა, ლუკამ ჩურჩულით ანიშნა. ბებო,
გატყუებს სანჩო ბებო ლოყაზე ისმევს თავის ჩამომჭკნარ ხელებს ჯანი გავარდეს 105 იძახის არუთინა სანჩო ხარი რო არის კანკალით ამბობს მოხუცი ხუთიც მაგიტო ქაბატოჯან აბა რა გინდა მეტი ბებია ისე ლუკას უყურებს წელში მოხრილი დაბნეული მზერით კაიფულია ქაბატოჯან აი ზარალობ აგულიანებს არუთინა სანჩო რა ვიცი მივცე ამბობს ბებია ეს რაც არ გინდა ღმერთმა ნუ მოგცეს აბა სხვა ვნახო არუთინა სანჩო ყასისად გატრიალდა სხვა ძროხებისაკენ მაიცა შვილო შეაჩერა ბებია ვა რაღა გინდა ქაბატოჯან მაიტა კარგი ლუკა შეცვა შეკრთა კიდეც როცა არუთინა სანჩო მართლა მიუთვალა ბებიამის წითელი ფული არუთინა სანჩომ ნიკორას გამოაბარქებზე გრძელი საბელი მეორე ბოლო თავისი ცხენის ტახტს მიაბა უნაგირზე აბობღდა და ძელო დონ კიხოტს გადაძახა ძელო წავედით წამოასხი სხვა ნაყიდი საქონელიც ძელომ გაიყარა ათამდე ნაყიდი საქონელი ლუკა აღარ იცის რა ქნას ადგილზე შფოთავს ბებიას შეხედა მოხუცმა თვალები მოარიდა და ჩაიჩურჩულა ჭირიც წაიყოს ჩემო ბიჭო იმათ კი უკვე წაიყვანეს ნიკორა ელდანაკრავებით გაედევნა ლუკა უკან ნიკორაზე გამობულ საბელს დაეზიდა და აღრიალდა რა სრუები სანჩო მე ხომ გიცნობ ჩემი ხარი ამ ზამთარს წიგნში წავიკითხე თქვენი ამბავი რა ამბავი რას მიედები უნაგირზე შემოტრიალდა არუთინა სანჩო შენი და აი ამ ბატონის დიდი რაინდის ძელოზე ანიშნა ლუკამ ეს მგონი უსტვენს თქვა არუთინამ და ცხენით გაქაჩა საბელი ლუკა ისე მისწვდა მოეხვია ნიკორას ყელზე და ამ დროს მაგრად მოხვდა თავში მათრახის ძუა რა შრუები სანჩო შეძახა ატირებულმა ლუკამ სანჩო არა ბებია შენის ისევ გადაკრა არუთინა მათრახის ძუა ბიჭს სისხლი წავარდა ძირს დაეცა ნიკორა წაიყვანეს ბიჭი ნახევრად შემშალ ტალახში პირქვე ეგდო და ტიროდა იმ საღამოს ბებია ძროხას წველის ძროხა ბებიას ეფერება ლუკა იქვე ახლოს ზის გაბუტული და ბებიას ჩურჩულს ყურს უგდებს მოგიკვდეს ბებო ჩემო საწყალო აბა რა მექნა საარჩო ხომ გვინდა ყუა ხო გვინდა ებქვილის ხო საყიდელია რომ მოგამშიო რა სიტყვიან ან ცოცხლები ან ჩვენი მკვდრები სხვა რო არა შემიძლიერა სხვა რა უღირი რო აღარა მაქვს მუხლებში ძალა გამომელია ბებო გენაცვალოს ნუ გეშინია ეს ორი ძროხა ხო კიდევ ყავს გაგიჩენენ კიდევ ნიკორას იქნებ ორივე სახარე იყოს ორსავ შენ მოგცემ ორივე გაზარდი და თუ ისინიც გაგიყიდო მიწა წამიღოს ისედაც მიწა წასაღები ვარ აი ესეთი ნახატები ამ გვერდზე რძე ჩხრიალებდა მე შეწყდა დაღამდა კიდეც ლუკა და ბებია სახლში შევიდნენ ბებია და ბიჭი მაგიდას შემოუსხდნენ პური საჭმელად თითო ჭიქა რძე დალიეს ბებია წამოდგა ლოგინი გაშალა მერე ორივეს ჩაწვდნენ და ერთმანეთს ჩაეხუტნენ ბებო ჩვენ ნიკორას ხო არ დაკლავენ შეშფოთებული ეკითხება ლუკა ბებოს არა ბებო როგორ დაკლავენ ამუშავებენ მე შენ გეტყვი და ნიკორას მუშაობა ეზარება იცი რა ღონიერია ვიცი ბებო ვიცი ბებო ის ლექსი მითხარი რა რომელი ბებო ანგელოზებო რომ ხარს აკოცეს ო თქვა ბებიამ და დაიწყო ორშაბათობით აშენდა ციხე ქალაქი ქვაზე და გარს გალავანი არტყია ცანი დახყურებს თავზე და სამშაბათს იყო ყრილობა დიდი მეუფის კარზე და ხარი და ადამიანი დადგნენ ერთ სამართალზე და ადამიანის შენახვა ვერვინ ვერ იდვა თავზე და ადგა ხარმა მოახსენა მეუფეს მე დამიდვია თავზე და წამოდგნენ ანგელოზები აკოცეს ორსავ თვალზე და ჩამოქნეს წყვილი სანთელი დააკრეს ორსავ რქაზე და წადი ხარო იმუშავე გამრავლდი ქვეყანაზე და 6 დღე კი იმუშავე მეშვიდე დაწევ მხარზე და ვინც მეშვიდე დღეს შეგაბას რის ხვა მიადგეს კარზე და დაამთავრა ბებიამ ლექსის მოყოლა და ლუკას უფრო მაგრად ჩაეხუტა ეხლა დავიძინოთ ბებო გენაცვალოს დავიძინოთ გარეთ ღამეულ სიჩუმეში გავსილი მთვარე მიცურავდა ვარსკვლავებით აჟიკჟიკებულ ცაზე მეორე დღეს სკოლის წინ ჩამწკრივებულ მოწაფეებს დირექტორი ჩანთებს უმოწმებს ერთ ბიჭს ყველი და პური აღმოაჩნდა რა არის ეს დაიღრიალა დირექტორმა ბიჭმა თვალები დახარა მე შენ გეკითხები რა არის ეს ყურში წვდა დირექტორი და მერე ხელით ყველი და პური დაუტრიალა თვალწინ ყველპურია მასწავლებელო საყვალპურო დადი ხარ აქ არა აფციაური 5 როზგი მაგას ტუჩებში
აფციაურმა დასაჯელი განზე გაიყვანა. დირექტორმა შემოწმება განაგრძო და როცა ლუკამ თავისი ჩანთა მოალაგა, დირექტორს საშინელი რისხვა ჩაუდგა თვალებში. იმან თვალები მოკრა ლუკას ახარებას, რომელიც სხვა წიგნებთან ერთად სკოლაში წამოეღო ლუკას. დირექტორმა წიგნს ხელი დასტაცა და თან დაიღრიალა. აფციაურო აქეთ! აფციაურმა მეყველპურის გაროზგვას თავი ანება და აქეთ მოიჭრა. 30 როს გიამ ქრისტეს მონას. სამი ნაბიჯი წინ დაუღრიალა ლუკას. აფციაურმა როზგი შემოკრა. 1, 2, 3, 4, 20 ითვლიდა ტკივილებისგან გაოგნებული ლუკა. 27, 28, 29, 30 ძლივს დაასრულა. ლუკამ თან ცხრემლებს იკავებდა და ხმა უკან კალებდა. დარეკე დაწყების ზარი უბრძანა დირექტორმა სკოლის აივანზე ჩამწკრივებულ მასწავლებლებს და იმათაც ჩამოკრეს ზარს. მოწაფეები თავთავიანთ კლასებისაკენ გაიქცნენ. დირექტორმა კიბი აიარა და თავის ოთახში შევიდა. ლუკა ერთხანს კიბესთან იდგა, მერე საფეხურებს აუყვა და დირექტორის ოთახის ღია კართან გაჩერდა. შენ აქ რა გინდა? რატო კლასში არ ახარ? გამოძახა დირექტორმა. მასწავლებელო, ეგ წიგნი მამიკოს სახსოვარია და მომეცით. ახლა კი აცრემდა ლუკა. აქედან დამეკარგე, თორე მე ვიცი რა სახსოვარსაც მოგცემ. სკოლაში არ გაგაჭაჭანებ. ხვალ ბებია შენი მოვიდეს აქ. წაითრიე კლასში. ლუკა კიბეებზე ჩამოვიდა და კლასში შევიდა. მეორე დღეა. ლუკა სკოლის კიბეზე ზის, დირექტორის ოთახიდან ბებია მისი გამოვიდა. კიბე ჩამოიარა და ჩუმად უთხრა შვილიშვილს. წამო შვილო, წამო. ლუკა და ბებია ერთად მიდიან აღმართზე. ჩემი ბრალია ბებო, მე არ უნდა გამომეჩინა ჯერ შენთვის ეგ წიგნი. რა ვიცოდი რომ შენთვის მაგის საკითხვა არ შეიძლებოდა. ვიფიქრე ბალღს გავახარებ მეთქი. ის კი არა და კინაღამ სკოლიდან გამოაგდებინა შენი თავი. რამდენივე ხვეწე ძლივს მოულბე გული, ისეთი გამწარებული იყო. მე რაღა შავი ქვა ვიცი ამ წიგნისა, ამ წერა კითხვისა. აღარ მოგცემთო ბებო იმ წიგნსო? კითხა ლუკა. მოხუცი შედგა. შვილიშვილს თვალებში ჩახედა და შეშინებულმა უთხრა. არა ბებო, დაივიწყე ეგ წიგნი, თორემ ეგ ისეთი ქვის გული კაცია, მართლა გამოგაგდებს სკოლიდან და რაღა მეშველება. ორივენი ჩუმა დაუყვნენ აღმართს. საბუდარიდან ქათამი ამუხდა და კაკანით გაიქცა. ლუკამ საბადურთან მიირბინა. ახლა დადებული კვერცხი აიღო და ბებიასთან მივიდა. ნახე ბებო, რამხელა კვერცხია. თენაც მაგარი ჩანს. ნახე თუ აღდგომას ამათ ყველას არ დაუნტრიო კვერცხები. ეს უკვე 48-ია. რამდენი დღეღა დარჩა აღდგომამდე ბებო? 1 მაისს უწევ შვილო, წელს გვიან მოდის. დღეს რამდენია? 27. რაღა დარჩა 3-4 დღე. რაში უნდა შევღებო კვერცხები? წნორის ქერქში ბებო გენაცვალოს. რო აღარ მოგვიტანია, შენ მაგისი დარდი ნუ გექნება. სულ ყველაფერს გავაკეთებ. წამო ეხლა სააღდგომოდ საფლავი მოვასუფთავოთ. ბებო წამოდგა. დერეფნიდან გავიდა, ახალი კვერცხი სხვა კვერცხებთან დააბინავა. ლუკამ გამრულ ქვაბში და ბებოს გაედევნა. საკლასო ოთახში ხალათის უბე გადაიწია და შიგნით ჩაახედა ლუკა. მის წინ მერხზე მჭდარმა ბიჭმა. ნახე რა მაქვს? ლუკას თვალები აუციმციმდა. რის კვერცხია? ბატის. მარტო ერთი გაქვს? კიდე მაქვს სახლში. კლასში მასწავლებელი შემოვიდა. ბიჭმა ხალათის უბე შეიკრა. სანამ გაკვეთილს დავიწყებთ, მინდა გაგაფრთხილოთ. ხვალ აღდგომაა და სკოლა არც ერთმა თქვენგანმა არ გააცინოს, თორე ხომ იცით რასაც გიზამთ, დირექტორი გასაგებია? დიახ მასწავლებელო, თითქმის ყველამ ერთად წამოიძახა. ფანჯრიდან გამოჩნდა როგორ გაიარა დირექტორმა სკოლის ეზოში. ლუკა და ბატის კვერცხის პატრონი ბიჭი სკოლის ეზოდან გავიდნენ. გინდა გაგიცვალო. ეუბნება ლუკას კვერცხის პატრონი. რაში? ქათმის კვერცხებში, რამდენში? 10 კვერცხი მომიტანე. კარგი, ოღონდ სახლში გამატანე, ბებოს ვაჩვენო. ისე ვერ გამოვართვე, მაშინ 15 მომიტანე. ლუკა შეყოყვანდა. რა იყო ბიჭო? აი რამხელა, უბიდან ამოაძვნა ბიჭმა ბატის კვერცხი. ლუკას ისევ გაუბწყინდა თვალები. კარგი, მოგიტან. ოღონდ ჩანთაში არ ჩაიწყო, დირექტორმა ჩანთები არ გაგვისინჯოს. უბეში ჩაიწყო. გაიგე? ლუკა გაბწყინებული უყურებდა ბატის კვერცხს. მერე სხვადასხვა გზით წავიდნენ. ლუკას და ბებიას ცეცხლზე ქვაბი შემოედგა და კვერცხებს ღებავდნენ. ლუკა წნორის ხეს ხანჯლით ქერქს აცლის და ქვაბში ყრის, ქვაბში წითელი წყალი დუღს. ბებო ხის ტაბაკს და ქაფქირს დებს ხონჩაზე ეყოფა, მეტი აღარ უნდა. საკმარისად წითელია, ეუბნება ბებია ლუკას და ქაფქირით თეთრ კვერცხებს აწყობს ადუღებულ წყალში. წყალი დუღს. სამფეხას კამზე ჩამომჯდარი ლუკა მოუთმელად შეჰყურებს ქვაბს. არ ეყოფა ბებო? აბა ვნახო, თქვა ბებიამ და ქაფქირით სისხლივი წითელი კვერცხი ამოიღო ტაბაკზე. ერთს მეორე მოაყოლა, მეორეს მესამე, მეოთხე, წითელი კვერცხებით გაივსო ტაბაკი.
მერე ლუკამ გამოართვა ბებიას ქაფქირი და იმანას დაიწყო ქვაბიდან კვერცხების ამოლაგება. სკოლის ეზოში მოწაფეები შემორბიან და მწყრივში თავ-თავის რიგს იკავებენ. მასწავლებლებმა დაიკავეს აივანზე თავიანთი ადგილი, გამობრძანდა წყარფშეკრული დირექტორი მკაცრად ჩამოუარა მასწავლებელთა მწყრივს, ჩამოიარა კიბეები. ამჟამად თავიდან კი არ დაიწყო შემოწმება ბოლოდან, ცეროდენა გოგონას მხარიდან. წინ გამოშალეთ ხელები, ბრძანა მკაცრად. ყველამ გამოიშვირა ხელები. თითის გულებს უფრო ამოწმებდა, გაუსწორდა ლუკას. გაჩერდა ხელებზე შეხედა და დამცინავად თქვა: ოხო, ერთი ამ ქრისტეს მონას დამიხედეთ, ახლა წითელი ხელებითაც რომ მობრძანებულა, როგორც ჩანს კვერცხების შეუღებია, აბა მაჩვენე ჩანთა. ლუკამ ჩათიდან წიგნები ამოალაგა და ცარიელი ჩანთა აჩვენა. კარგი, ჩააწვე წიგნები, თქვა მწყრალა დირექტორმა და გასცდა. სხვის ხელებს დაუწყო შემოწმება. მასწავლებელო, თითი აიწია მწყრივში იმ ბიჭმა, გუშინ ბატის კვერცხი რომ იცა ლუკას. დირექტორმა იქეთ გაიხედა. მასწავლებელო, ლუკას უბეში უწყყვია კვერცხები. დირექტორი ლუკასკენ შებრუნდა. ხალათი გაუხსნა და ჩახედა. ლუკას უბიდან წითელი კვერცხი გადმოვარდა. აბციაური, დაიღრიალა დირექტორმა. აბციაური წინ გაიჭიმა. წამომყე. დირექტორი და აბციაური შეშის ხალიკისაკენ გავიდნენ. მოწაფეების და მასწავლებლებიც რაღაც ავის მოლოდინში გაისუსნენ. დირექტორი და აბციაური ერთხანს რაღაცას ჭრიდნენ ცელით. ცულით რაღაცას აკაკუნებდნენ, მერე კი მოწაფეების რიგისაკენ წამოვიდნენ. თან სახელდახელოდ გაკეთებული დიდი ხის ჯვარი მოჰქონდათ. მოიტანეს, თოკით დააკრეს ლუკას ეს ხის ჯვარი ზურგზე, ხელები გვერდებზე მიუკრეს. ჯვრის სიმძიმისაგან ლუკა წელში მოიხარა, კისერზე და ხელებზე თავისებე კვერცხები ჩამოკიდეს ლუკას ნაჭრებითა და ბაწრებით. ჩამოურიგა დირექტორმა პატარა წნულები მოწაფეებს და უბრძანა: არ ბენინეთ ეს ქრისტეს მონა ამ მოედანზე და თან იძახეთ ქრისტე აღსდგა, თან კოჭებში ურტყით ეს წნულები. აბა შენიცი აბციაურო, 100 ჯერ შემოარბენინე წრეზე. ქრისტე აღდგა დაიწყო აბციაურმა და წამოარტყა ლუკას. ლუკა გაიქცა. მოწაფეები ჟრიამულით აედევნენ და თან გაჰყიოდნენ: ქრისტე აღსდგა, 1, 2, 3 ითვლიდა დირექტორი წრეების რაოდენობას. ლუკას ღაპაღუპი ჩამოსდიოდა ცრემლები. ჯვრის ბოლოს მიწაზე ეთრეოდა და წელში მოხრილ სირბილი უჭირდა 31. ლუკას თავრო ეხვეოდა და ყველაფერი წისქვილის ბორბალი ვიტრიალებდა. მერე ყველაფერი უფრო სწრაფად დაატრიალდა. ფეხი ვეღარ გადადგა და პირქვე დაეცა. ბავშვებმა ჟრიამული შეწყვიტეს. მარტო აბციაური ურტყამდა წაქცეულ ბიჭს გამეტები და ცდილობდა წამოეყენებინა. ლუკამ სცადა წამოდგომა, მაგრამ ისევ წაიქცა. ამჟამად გულაღმა, მერე ისევ წამოიწია და ატირებული პირქვე დაეცა. დირექტორი თავზე წამოადგა, კმაყოფილი დაჰყურებდა ატირებულ ბიჭს. აბციაურმა შეხსენით, ბრძანა მკაცრად. აბციაურმა ბრძანება შეასრულა, ჯვარი შეხსნა და სკოლისაკენ წაიღო. ხვალე მშობლის გარეშე არ დაგინახვა მოსული. შენით კლასში და დანარჩენები ბრძანა დირექტორმა და კიბეებისაკენ წავიდა. ლუკამ ღონე მოიკრიფა, წამოდგა, თავისი ჩანთა მოძებნა და ეზოდან გავიდა. ყელზე და ხელებზე ისევე კიდა ჩამსხრეული წითელი კვერცხები. თავის სახლთან შეკრებილი ხალხი შენიშნა ლუკამ და შედგა. ერთხანს ასე იდგა, ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდა, სახლთან ხალხი ფუსფუსებდა. ლუკა ნელ-ნელა მიუახლოვდა მათ, რატომღაც ყველანი მას მიაჩერდნენ, ყველანი გაჩუმდნენ, ოთახისაკენ მიმავალი გზა დაუთმეს. მოდი შვილო, მოდი. აღარ აყავს ბებია. უთხრა მოხუცმა ქალმა და ოთახში შეუძღვა. ლუკა კართან გაჩერდა. შუა ოთახში ტახტი იდგა და ზედ ბებიამისი ესვენა. ლუკა შემობრუნდა და დერეფნის კუთხეში აიტუზა. მასთან მივიდა მიხა-პაპა და უთხრა: რა სიზამ შვილო, ეგეთია წესი. აქ არავინ არ დარჩენილა. შენ არაფრისა შეგეშინდეს, აქ არა ვარ. ლუკამ ცრემლიანი თვალებით შეხედა. ხალხი ფუსფუსებს სახლის დერეფანში, ძროხები მოსულან და შორიდან ყვირიან. ლუკა გაეგება, წამოასხადა, თავ-თავის ადგილას დააბა ორივე. თითქოს ძროხების რაღაცას გრძნობდნენ, აქეთ-იქედან ლუკას ეკროდნენ და ხელებს ულოკავდნენ. ჩამოღამდა. ლუკას დედმამის გვერდით გათხრილ მიწაში ჩაასვენეს ბებია. მერე საფლავი მიწით ამოავსეს. ლუკა ბებიის საფლავთან დგას. ზურგზე ჩანთა კიდია. უცებ შემობრუნდა, ადგილს მოსწყდა და სკოლისაკენ გაიქცა თავდაღმართზე. დირექტორი მოწაფეების მწკრივს ამოწმებდა. ლუკა რომ ეზოში შევარდა. ჩაურბინა მწკრივს, აირბინა კიბე, ჩაუარა მასწავლებლების მწკრივს. დირექტორის ოთახში შევარდა და წიგნებს დაუწყო ქექვა. კარადის უჯრაში იპოვა თავისი წიგნი. ლუკას ახარება. ხელი დასტაცა, გარეთ გამოვარდა და ეზოდან გაიჭრა. ლუკამ სირბილით აიარა სოფლის აღმართი. ბებიის საფლავთან ჩაიმუხლა და ასლუკუნდა. აი ბებო, აი მოვიტანე, ჩვენი წიგნი არ დავკარგე ბებო, მამას უთხარი რომ არ დავკარგე. ისევ მოვიტანე ბებო, არ დავკარგე.
ბები საფლავზე დამხობილი ბიჭი ტიროდა და ერთსა და იმავეს იმეორებდა. არ დავკარგე, ბებო, არ დავკარგე. ხარის ყვირილზე შეკრთა, გაჩუმდა, ისევ დაიყვირა. მის ზურგს უკან ხარმა, ლუკამ ამოიხედა. მის უკან ნიკორა იდგა, ლუკა წამოხვდა და ხარს მოეხვია. საიდან მოხვედი, ნიკორა? როგორ მოხვედი? გამოიქეცი, ნიკორა, ჩემო ნიკორა. როგორ გამოიქეცი, ჩემო ნიკორა? როგორ გამხდარ ხარ? წამო, წავიდეთ სახლში, მალე ჩვენი ძროხებიც მოვლენ და რო დაგინახავე, როგორ გაუხარდებათ. ბიჭი და ხარი სახლისაკენ წავიდნენ. მიდიოდნენ და გზა და გზა ლუკა ნიკორას უყვებოდა. ბებო აღარა ყავს, ნიკორ, გუშინ დავმარხეთ. შენ ალბათ ნაწყენი ხარ ბებოზე რომ გაგყიდა, მაგრამ თუ შეგიძლია აპატიე, ჩემო ნიკორა. შენ ხომ კეთილი ხარ, მე შენ არასოდეს მიგატოვებ. ბებოს კი არ დაუხარჯია ის ფული, ვაჭარმა რომ ისაც კივში ვიპოვე შენახული. თუ კიდე მოვიდნენ შენს წასაყვანად, ავდგები და იმ ფულს უკან მივაყრი. ჩემო ნიკორა, შენ ურაფრისა გეშინია. ვიმუშაოთ მე და შენ და ყველაფერიც გვექნება, ჩემო ნიკორა, ჩემო ნიკორა. ეფერებოდა ბიჭი ხარს და ხარის ჭკვიანად მიჰყვებოდა სახლისაკენ. თის მწვერვალებს თანდათან ოქროს ფრად აელვარებდა მზის სხივები. ლუკა და ნიკორა შვიდად შედიოდნენ სოფელში. ასე დამთავრდა გოდერძი ჩოხელის ერთი მოთხრობა ლუკას ახარება და დამთავრდა ლიპარასკევობაც. შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.